სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალ დარღვევა გამოავლინა. ინსპექტირების ჯგუფები სუპერმარკეტებს, სასურსათო მაღაზიებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საკონდიტროებსა და აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ყველა დარღვევაზე სააგენტომ შესაბამისი ზომები გაატარა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს საცალო ვაჭრობის პუნქტებში სახელმწიფო კონტროლს ისეთ ობიექტებში, როგორიც არის სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები, კაფე-ბარი, რესტორნები და მათ შორის სურსათის მწარმოებლები. მიმდინარე წელს სურსათის ეტიკეტირების წესის შეუსაბამობა გამოვლინდა 770 შემთხვევაში. თითოეულ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორს დაევალა ესე ვთქვათ ეტიკეტირების კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმოდგენა და ამავდროულად დაეკისრა შესაბამისი სანქცია, რაც კანონით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ 350-მდე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, რა დროსაც სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან აღკვეთა. იმისთვის, რომ ვიყოთ ინფორმირებული და გავაკეთოთ სწორი უსაფრთხო არჩევანი, ამისთვის აუცილებელია გავეცნოთ ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ვარგისიანობის ვადას მივაქციოთ ყურადღება, რათა არ მოხდეს ვადაგასული სურსათის შეძენა. ასევე მნიშვნელოვანი არის გაყინულ პროდუქტებზე მივაქციოთ ყურადღება გაყინვის თარიღს, ალერგენებს, რომელიც მოცემული არის ეტიკეტზე და გამოყოფილი არის განსხვავებული შრიფტით, ზომით, ფერით. ასევე მნიშვნელოვანი არის შენახვის ვადები, პირობები, კალორიულობა, რომელიც დატანილი არის ეტიკეტზე. და მასში ასევე საყურადღებო არის საკვები დანამატები, რომელიც გამოყენებული არის სურსათში.